პენსიონერს გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო პენსია აღარ შეუჩერდება. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში შეტანილი ცვლილებით პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა. სანამ მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი პენსიის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. მონაცემების შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პენსიის გაცემა აღარ შეჩერდება და სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს აი ამ უზუსტობის გამოსწორებას. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მონაცემთა ბაზებში ერთმანეთს ემთხვევა პენსიონერის პირადი ნომერი, ასევე მისი დაბადების წელი და თვე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიახლე ყოველთვიურად დაახლოებით 1000-მდე პენსიონერს შეეხება და გაუმარტივებს მათ პენსიის მიღების პროცესს.